თელასი ევროკავშირის სანქციების ქვეშ ექცევა. ევროპის საბჭოს რეგულაცია ევროკავშირის ოპერატორებს აკისრებს ვალდებულებას გაყინონ სანქცირებული პირის ან ორგანიზაციის, მათ შორის ინტერრაოს კუთვნილი, მის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა ფინანსური და ეკონომიკური რესურსი. ამასთან ევროკავშირის ოპერატორებს ეკრძალებათ სანქცირებული პირისათვის ან ორგანიზაციისათვის, ან მათ სასარგებლოდ პირდაპირ და ირიბად ნებისმიერი ფინანსური სახსრის ან ეკონომიკური რესურსის ხელმისაწვდომობა. ამასთან აღნიშნული პრეზუმპცია შეიძლება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გაბათილდეს, თუ შესაბამისი ორგანიზაცია შეძლებს დაამტკიცოს, რომ სანქცირებულ პირს არ შეუძლია არც ამ ორგანიზაციის აქტივებიდან სარგებლის მიღება და არც მათი კონტროლი. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის პრესსამსახურის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილში. ბიზნეს მედია პლატფორმამ ევროკავშირის პრესსამსახურს განმარტება სწორედ ბოლო 21 პაკეტთან დაკავშირებით სთხოვა. ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია ინტერრაო სანქცირებულ პირთა სიაში ჯერ კიდევ 23 ივლისს შეიყვანა და მიუთითა, რომ სანქციები ვრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, რომლებშიც ის საკონტროლო წილს ფლობს. ინტერრაო კი არაპირდაპირ ფლობს თელაში საკონტროლო წილს 75% ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holding-ის მეშვეობით. ამავე ჯგუფს გარდაბანი ჰოლდინგის მეშვეობით ეკუთვნის ხრამი 1 და ხრამი 2 ჰიდროელექტროსადგურები. ევროკავშირის სანქციების სიაში აღნიშნული კომპანიები ცალკე დასახელებული არ არიან.